მე ვარ სარა ბერძენიშვილი 7 წლის. სწავლობ პირველ საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმეა ხატვა, თამაში და ცეკვა. ხატვა დავიწყე, როცა ვიყავი ბაღში. 4 წლის. მე ვიცი გოგონას ხატვა სახლის, ყვავილის და მზის. ყველაზე ძნელი არის ძაღლის ხატვა. მაგრამ მე მაინც ვახერხებ. ყველაზე ადვილი არის კატის დახატვა. მე ცხოველები ძალიან მიყვარს. განსაკუთრებით კუნუტები. 6 წლის რო ვიყავი, მყავდა კნუტი. მე დამჭკალა, მომცა ალერგია. ჯერ დედიკომ კნუტი წაიყვანა ექიმთან და მერე მე. მას შემდეგ მერე კნუტი აღარ მინახავს. სახლში მინდა მყავდეს 2 პატარა პანდა. ჩემი საყვარელი ფერი არის სიაზამის ფერი. არ მიყვარს შავი, იმიტომ რომ ძალიან შავია. ყველაზე ხშირად ვხატავ დედამიწას. მე ახლა გასწავლი დედამიწის ხატვას. ჯერ წერეს დავხატავთ, მერე მოკლაკულს, მერე მოკლაკულს, მერე მოკლაკულს და მერე всё. მერე დავხატავ მზეს. მზეს გავაფერადებ ტყვითლად, ვარსკვლავს გავაფერადებ ტყვითლად. დედამიწას მოუხდება ცისფერი. ჩემს ნახატებს ვაგროვებ. იმდენი დავხატე, რომ ფურცლები გამითავდა. ნახატებს ყველაზე ხშირად ჩუქნი დედას. მეც მიყვარს და საჩუქრებ ჩუქნები. ამ ბოლო დროს გუშინ მე მაჩუქეს სახატავი და კალამი. თოვლის ბაბუას სულ მოაქვს საჩუქრები. შარშან არ მახსოვს რაც მომიტანა. მაგრამ წელს მინდა მომიტანოს მიკროფონი. იმიტომ რომ სიმღერები ძალიან მიყვარს. თოვლის ბაბუა არის 26 წლის. მისი ნამდვილი სახელი არის ზაზა. ჩემი სკოლა იმიტომ მიყვარს, რომ ვერთობი. მე მყავს კარგი კლასელები და მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარული არის სოფია ქედორაძე. ყველაზე მშვიდი არის ანდრია ყაჭიშვილი. ყველაზე ბედნიერი არის მართა ჩხარტიშვილი. მე ყველაზე ჭკვიანი, ლამაზი და ბრანჭია. ჩემი საყვარელი საგანი არის ხელოვნება. საყვარელი მასწავლებელი არის ნათია ჯიჯუა. ბავშვები აყვარს. მეფე გვეფერება, გვეთამაშება. რო გავიზარდები, მინდა გამოვიდე ექიმი. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი ხატვარი. მე ვგავა პრინცესა ელზას. მაგრამ მე უფრო ვარ ლამაზი. ახლა მინდა რომ ვიყო 10 წლის. იმიტომ რომ კარგად დავხატავ. მე ვარ კარგი დიასახლისი. შემდეგ გემრიელი ყავის მოთუღება. ჩემი საყვარელი საჭმელია ბორში. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული ხაჭაპური. მე ყავს ყველაზე კარგი დედიკო. დედიკო არის თბილი, მზუნველი და ჩემსავით ლამაზი. მე ძალიან მიყვარს კითხვა. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. საყვარელი მოთფინია გრიზლი. სამოგზაუროდ მინდა წავიდე დუბაიში. ჯეზოსნური ჩახი რომ მქონდეს, გავაგზავნდი ბოროტებას. ყვავილები და მე ვგავარ იას. იმიტომ კარგი გოგო ვარ. წინა მონაწილემ დამეტოვა შეკითხვა. ვინ არის ყველაზე ცნობილი ადამიანი? ყველაზე ცნობილი ადამიანია ჩემი მასწავლებელი ნათია ჯიჯუა. შედევ მონაწილებს ვტოვებ კითხვას. რომელია მისი საყვარელი თამაში? მაგალითად, ჩემი საყვარელი თამაში არის წეროები. ეს თამაში არის ასეთი. წეროები მიფრინავე სად. შორს რამდენი ბედნიერება არის დედიკოს ჩახუტება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.